ფინანსური დანაშაულისთვის ორჯერ გასამართლებული საბურთალოს გამგეობის აპარატის უფროსი ბატონი კახა გავაშელი, ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული მერის სოციალური სამსახურის უფროსი ბატონი გელა ჩივიაშვილი, რომელსაც ბრალდებოდა 6 მილიონი ლარის მითვისებაში და რომელმაც აღიარა ეს ბრალი, მუნიციპალიტეტის უფროსი ნაძალადევის რაიონის ბატონი ვასილ ბექაური, რომელიც საბურავების ქურდობისთვის არის გასამართლებული. მართალია, ეხლა გაკარწყლებული აქვს, მაგრამ ეს სამართლო დანაშაული არ უნდა იქნეს დავიწყებული. და ბატონი ვასილ ხორავა, მერის შეპესეს სინათლის ქალაქის ხელმძღვანელი, რომელსაც 50 მოქალაქე ბრალს დედს თაღლითურ სქემაში, რომელმაც მიითვისა 50 მოქალაქის თანხა და აი ეს ხალხი დღეს მერის მაღალჩინოსნები გახლავან, რომელთაც პასუხისგებლობა აქვს საბიუჯეტო თანხების განკარგვის. მე მიმაჩნია, რომ ამ ბატონებმა ან საზოგადოებას უნდა დაუმტკიცონ, რომ ეს მათი ბნელი და შავი წარსული არ არის, ან დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები. იმიტომ ყველა ბედნიერებასთან ერთად ეს გახავთ სწორედ ის ხალხი, ვინც ახორციელებს ზეწოლას სხვა თანამშრომლებზე, რომ მათ დატოვონ თავიანთი თანამდებობები. მე ვფიქრობ, ეს არის სირცხვილი მერიის და სირცხვილი სრულიად დედაქალაქის თბილისის, რომ ესეთი ხალხი დღეს მუშაობს მერიის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე.